ახალი წლის დღეებს ბოლნისმა, ნინოწმინდა მოზურგეთმა, მესტიამ, ქუთაისმა და ლანჩხუთმა უმასპინძლა. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო გასართობის სივრცეები. მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის 63 ქალაქში 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს მასშტაბით 63 ქალაქი და 10 დღე 2025 წლის დადგომამდე დღეების ათვლა და საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ყველა მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობებსა და ღონისძიებებს აწყობენ. ოზურგეთში საზეიმო დაინთო ქალაქის მთავარი ნაძვისხე, მუსიკალური, თეატრალიზირებული და გასართობი პროგრამების შემდეგ ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაჯილდოვდნენ საპატიო ოზურგეთელები, მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების წინაშე გამორჩეული ღვაწლისთვის და უსურვო წარმატებები და ბედნიერი მომავალი. წელს გვაქვს ულამაზესი ნაძვისხე ოზურგეთს და ასევე ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დღეს ჰქონდა მადლიერების გამოხატულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ოზურგეთს, გურიას და სრულიად საქართველოს ემსახურებიან. გამორჩევით, როდესაც დაგასახელებენ მით უმეტეს ასეთ კუთხეში, როგორიც არის გურია ქალაქში ოზურგეთში, ცოტა უფრო სხვანაირი სიამაყის გზნობა გეუფლება ადამიანს და ძალიან მეამაყება, რომ ეს ამბავი მოხდა. ჩვენი მთავარი მასაძლებელი არის ის სიტყვა, რომელიც მოდის მაყურებლიდან, ასე რომ თითოეულ მათგანს უზარმაზარი მადლობა მინდა გადაუხადო და ყველას გილოცავ კიდევ ერთხელ დამდეგ 2025 წელს. ეს გურიაში ერთადერთი ღონისძიება არ ყოფილა. საახალწლო ღონისძიებები გაიმართა ლანჩხუთშიც. საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობის სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს საზეიმო დაინთო ქალაქის მთავარი ნაძვისხე. საღამო ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დასრულდა. მინდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგიშობა ახალი წელი, უსურო მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება. მინდა ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჩემი ლანჩხუთის მიმართ, ჩემი გურიის მიმართ. უთბილესი, უსაყვარლესი და ძალიან კარგი ხალხი ხართ და ყოველთვის მიხარია თქვენთან ჩამოსვლა. მინდა მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი. ახალი წლის დღეების ფარგლებში მესტიაში ღონისძიება ჯგუფ რეგიონის, მასტერის, ანსამბლ რიჰოს კონცერტისა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში მესტიის მოედანზე მოწყობილი იყო სხვადასხვა დეკორაციები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი ზრუნავდნენ. მიხარია, რომ ეს საახალწლო, ასე ვთქვათ, ტურნე დავიწყეთ ამ ლამაზი ქალაქიდან, უსურვებ ყველას ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მრავლას დაესწარით. საუკეთესო მაგალითი ტრადიციებს გულისხმობ მესტია. მესტიიდან უამრავი კარი გახსნა. ისეთი ცნობიერების, რომ დღემდე ამოუწურავია. მოგილოცავთ ამდენ შობას და ახალ წელს, მრავლს დაესწარით, ერთობით დავესწროთ მრავლს. ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სრულების ასრულებას, დღევანდელ საღამოს რაც შეეხება. ძალიან კარგი იყო, ვისი ამოვნეთ, მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს. ხალხმრავლობა იყო ბოლნისშიც, მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები განთავსდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. მინდა მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი, 2025 წელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყოველივე საუკეთესოს მომტანი წინსვლის, წარმატების, ხვავის და ბარაკის. დილიდანვე საახალწლო განწყობა არის, ახალგაზრდები ერთობიან, ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მინდა რომ ყველას მიულოცო დამდეგიშობა ახალი წელი. ნინოწმინდაში, ჰაოსისა და ქართლოსის პარკში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა. კალა კონცერტით დასრულდა საქართველოს ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება და საზეიმო დაინთო ქალაქის მთავარი ნაძვისხე. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა, ანიმატორებმა და მასკოტებმა იზრუნეს. მე მინდა ჩემს საყვარელ ნინოწმინდას და სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგიშობა ახალი წელი. დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება ახორციელების, კეთილდღეობის, სიყვარულის, გამარჯვების და მშვიდობის წელი.
მოგზაურობა ძალიან კარგია რა. ემოციურად ვარ ძალიან კარგად ესა და ყველა ვხიარებ ამ დღესა ეს დღე ძალიან მიყვარს თადგება და მოდიან ხალხი და ძალიან ვერთობი. საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.